რა ტიპის ცვლილებები იგეგმება საგანმანათლებლო სფეროში გაუქმდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები? ირაკლი ყობახიძემ განათლების სფეროში ცვლილებები ჯერ კიდევ იანვარში 4 წლიანი სამთავრობო გეგმის წარდგენისას დაანონსა. როგორც ის ამბობს, 4 წელიწადში საქართველოს განათლების ხარისხი გაუტოლდება ევროპული ქვეყნების განათლების ხარისხს. ექსპერტები მოსაოდნელ საფრთხეებზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ საქართველოს განათლების სისტემის ხარისხი ამგვარი რეფორმირებისთვის ამ ეტაპზე მზად არ არის, რადგან ეროვნული გამოცდების გაუქმებისა და უმაღლეს სასწავლებლებში სკოლის ქულებით ჩარისხვის პერსპექტივა საქართველოს განათლების სისტემას არ აქვს. პირდაპირ ეთერში ლიზი ვეკუა განაგზობს საუბარს ამ თემაზე. ლიზი, გისმენთ. დიახ, გიორგი, გაუქმდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები? ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც რამდენიმე დღეა მშობლებისგან და მოსწავლეებისგან აქტიურად ისმის. როგორც ცნობილია, ირაკლი ყობახიძე ივნისის ბოლოს პარლამენტს ახალ კონცეფციას წარუდგენს 4 წლიანი სამთავრობო გეგმის ფარგლებში, რომელიც მან 20 იანვარს წარადგინა. ამ გეგმაში ნახსენები იყო რეფორმები განათლების სფეროშიც. ყობახიძის მტკიცებით 4 წელიწადში საქართველოს განათლების ხარისხი ევროპის ქვეყნების მსგავსი იქნება. განათლების სფეროს ექსპერტები კითხულიან, რომ უნივერსიტეტებში GPA-ისა და სკოლის გამოცდებით ჩარიცხვის პერსპექტივა დასავლურ ქვეყნებში კარგად მუშაობს, თუმცა საქართველოში სკოლის განათლების ხარისხი ამ დონეს ვერ აღწევს. რომ ეს საკითხი აქტუალური გავხადოთ და სისრულეში მოვიყვანოთ. ამ ეტაპზე, რაც ჩვენთვის ცნობილია, ვითომ პრემიერი აპირებს ვითომ პარლამენტს წარუდგინოს ახალი კონცეფცია, რომელიც გულისხმობს სკოლის გამოცდების საფუძველზე და საერთო GPA-ის გამოყვანით უმაღლესში ჩარიცხვის პერსპექტივას. რა თქმა უნდა, დასავლურ ქვეყნებში ეს წარმატებით მუშაობს ამგვარი მოდელი, მაგრამ ჩვენს ვითარებაში, როდესაც სასკოლო განათლების ხარისხი არის ნულს ქვემოთ, ხოლო სკოლის ხელმისაწვდომობა და აშენებული სკოლები ბოლო 10 წლეულია არ გვინახავს, ძალიან უცნაურია და სასაცილოც კია არალეგიტიმური პრემიერისგან 4 წლიან სამთავრობო გეგმაში ამ ტიპის კონცეფციის მოქცევა და ზოგადად მომავალზე საუბარი. ამიტომაც მგონია, რომ ეს პერსპექტივა უკვე მომავალი ხელისუფლების პრეროგატივაა და არა არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის. ძალიან ბევრ ქვეყანაში მისაღები გამოცდები, როგორც ეროვნულებია, მსგავსი არ არის, მაგრამ იმ ქვეყნებში გარანტირებულად შეიძლება ითქვას არის ის ფაქტი, რომ ობიექტურად დაუწერენ ახალგაზრდებს სკოლაში ნიშნებს. აი საქართველოში რამდენად იმუშავებს ეს არ ვიცი, რადგან ეროვნული გამოცდების მთავარი პრიორიტეტი და მიზანი იყო, რომ სამართლიანი შესაძლებლობა მიეცა, თანაბარი შესაძლებლობა მიეცა ყველა ახალგაზრდასთვის და ყოველგვარი ჩაწყობის გარეშე მოხვედრილიყვნენ ისინი კარგ პრესტიჟულ ფაკულტეტებზე. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ აბიტურიენტებსაც. ახალგაზრდები თვლიან, რომ ეროვნული გამოცდების გაუქმება მოსწავლეებზე ცუდად ემოქმედებს. მათ მიაჩნიათ, რომ სკოლის შეფასების სისტემა გაუმართავი და სუბიექტურია, შესაბამისად უმეტესწილად ნიშნები მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან შეუსაბამოა ხოლმე. მე პირადად ყოველთვის მიმაჩნდა ეროვნული გამოცდები ერთგვარ ბალანსად, რომელიც უზრუნველყოფდა სამართლიან გარემოს აბიტურიენტებისთვის. რადგან ეს არ არის მხოლოდ ცოდნის, არამედ სტრესთან გამკლავების და პასუხისმგებლობის გააზრების უნარიც. მიუხედავად იმისა, რომ ნიშნები ნამდვილად განსაზღვრავს მოსწავლის მრავალწლიან შრომას და აკადემიურ პროცესში ჩართულობას, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ თითოეულ სკოლას ინდივიდუალური შეფასების სისტემა აქვს და ნიშანი ხშირად შეიძლება დამოკიდებული იყოს მოსწავლის ქცევაზე და მასწავლებელთან ურთიერთობაზე, რაც სრულად არ მიმაჩნია ობიექტურ საზომად უნივერსიტეტში ჩასარიცხად. და ფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სერიოზულ ზიანს მიეყენებს აბიტურიენტების мотивაციას. განათლების სფეროში რეფორმები რომ იგეგმება, ამას ადასტურებს ბოლოდროინდელი ფაქტებით, სადაც ვიხილეთ როგორც ინკლუზიური განათლების სამმართველოს, ასევე სკოლამდელი განათლების სამმართველოს გაუქმებას. გაუქმებს თუ არა ყობახიძე ეროვნულ გამოცდებს, ამას წესით ივნისის ბოლოს მისგან ახალი კონცეფციის მეშვეობით გავიგებთ.